ჩვენს წარმოდგენაში ავტოკრატიის დამყარება ხმაურიანად ხდება. ქალაქის მთავარ მოედანზე ტანკების გამოჩენით, მთავრობის სასახლეზე შტურმით ან ოპონენტების განეიტრალებით, რაც დიდწილად იმის ბრალია, რომ თავში მე-20 საუკუნის მოვლენები გვიტრიალებს. თუმცა, თანამედროვე ავტოკრატია ხისტი მიდგომების ნაცვლად გაცილებით უფრო მოქნილ და შეფარულ მეთოდებს იყენებს. ძალაუფლების კონსოლიდაცია დღეს რეპრესიული კანონების მიღებით მიიღწევა და არა მინების ხრევით ან თოფის დამიზნებით. და რაზე გამახსენდა ეს ყველაფერი? მოდით, ნახოთ ვიდეო და დანარჩენს შემდეგ გეტყვით. მე ყველაზე ძალიან რა მომწონს იცი დღევანდელ სიტუაციაში, ხო აი ესეთი ის არის რომ თითქოს იძახია რომ დიქტატურა და მკვლელები და ეხა ის ყველაზე მაგრად მიხარია ის რომ კაკრა ზუსტად დემოკრატიული პრინციპებით რომ ვახჩობთ ამათ რა. მარტივად შენიშნავდით, რომ წამყვანი აღფრთოვანებულია იმით, რაზეც ვიდეომდე საუბრობდი. საპირისპირო მხარის განეიტრალებაზე, ოღონდ დრაკონული კანონების გზით და არა შიშველი, ხისტი ძალის გამოყენებით. რაც ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს სტივენ ლევიცკის და დანიელ ზიბლატის წიგნში, როგორ კვდება დემოკრატიები. ნაშრომის თანახმად, ჩვენს ეპოქაში დემოკრატიები ხისტი გზით აღარ კვდება. ეს პროცესი დროში გაწელილად პარლამენტში მიღებული დრაკონული კანონებით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებითა და მომღიმარი ბიუროკრატების ხელით ხდება. ხელისუფლება ახლად მიღებული კანონების სრული დაცვით ყულს ნელა უჭერს საზოგადოებას, რათა ძალაუფლების კონსოლიდაცია მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდეს. უფრო მეტიც, ავტორები წერენ, რომ არსებობს 4 კონკრეტული კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ამ მიზნის ამოცნობა. ესენია: პირველი, დემოკრატიული წესების უარყოფა. ეს ის მომენტია, როცა კანონმდებლობის მორგება ხდება მმართველზე. ხელისუფლება ცვლის საარჩევნო სისტემას ან სასამართლო სტრუქტურას, არა იმიტომ, რომ სისტემა გაუმჯობესდეს, როგორც ამას იუწყებიან, არამედ იმიტომ, რომ მათი მარცხი ტექნიკურად შეუძლებელი გახდეს. აქ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ვიქტორ ორბანი, რომელმაც 2011 წელს უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების რაოდენობა 11-დან 15-მდე გაზარდა, რითიც სისტემაში საკუთარი გავლენის ქვეშ ყოფი მოსამართლეები შეუშვა და ამით სრულად დაიმორჩილა სასამართლო. მეორე, ოპონენტების ლეგიტიმურობის უარყოფა. აი აქ უკვე ნამდვილად იწყება დახრჩობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დროს ოპოზიცია აღარ არის კონკურენტი, ის არის მტერი, რომელსაც უცხო ქვეყნის აგენტი, სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალური საფრთხე ან სხვა მძაფრი ეპითეტები უნდა დაუძახო, რათა საზოგადოების თვალში ლეგიტიმურობა დააკარგვინო. და როდესაც ოპონენტების დეჰუმანიზაცია წარმატებით მოხდება, შემდგომ მის განადგურებას შენს მიერ მიღებული კანონებით იწყებ, რასაც არა რეპრესიად, არამედ დემოკრატიის დაცვისთვის აუცილებელ ჰიგიენურ პროცედურად ასაღებ. მესამე, ძალადობის წახალისება. ავტოკრატიულმა ხელისუფლებამ პირდაპირ შეიძლება არ იძალადოს კრიტიკოსზე, თუმცა ჰოის აუცრებელ და ყოველთვის გამოჩნდება გულანთებული მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან აქტივისტებს, ოპოზიციონერებს ან ჟურნალისტებს, ხოლო იქვე მდგომი პოლიცია და შემდგომში სასამართლო დამნაშავეების დასჯის ნაცვლად სადღაც გვერდით უსასრულობისკენ გაიხედავს. და ბოლოს, სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა. ამ კონტექსტში მედიისა და კრიტიკული ხმის გაჩუმება უმნიშვნელოვანესია, ოღონდ არა პირდაპირი ცენზურით, არამედ სხვადასხვა პროცედურებით, მაგალითად, ცილისწამების საწინააღმდეგო კანონის გამოყენებით, დაფინანსების გართულებით ან სახელმწიფო შემოწმებებით. ეს არის კარგად დატესტილი იარაღი, რომელიც ხმას არ გამოსცემს, მაგრამ მიზანში მუდმივად ხვდება. და აქ ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება, თუნდაც რუსული NTV-ს შემთხვევა, როდესაც მისი მფლობელი გუსინსკი ფინანსური დარღვევებისთვის დააკავეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ტელევიზია პუტინის სასარგებლოდ გაზპრომს გადასცა. ხაზგასასმელია ისიც, რომ წიგნის ავტორების მტკიცებით 4-ვე პუნქტის არსებობა სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებამ განგაშის ზარები შემოკლეს. ამისთვის ერთი პირობის დაკმაყოფილებაც საკმარისია. შეჯამებისთვის შეგვიძლია სპორტული მეტაფორა გამოვიყენოთ. თანამედროვე ავტოკრატიაში მართველი ძალა არ აუქმებს თამაშს, როგორც ეს უწინ ხდებოდა. უბრალოდ ყიდულობენ მსაჯებს, რის შემდეგაც თამაში კვლავ გრძელდება. უბრალოდ გამარჯვების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთი შეხედვით არსებობს პარლამენტი, გამოიცემა გაზეთები, აქა-იქ იმართება აქციები და გაჭირვებით, მაგრამ დამოუკიდებელი მედიაც ბჟუტავს. თუმცა საბოლოო ჯამში მსაჯები ანუ ქვეყნის შემთხვევაში მოსამართლეები, პროკურორები, საგადასახადო ინსპექტორები და სხვები, რომლებიც დემოკრატიის ცვლილებად არიან წიგნში მოხსენიებულნი, მხოლოდ მმართველ ძალას ემსახურებიან, რითიც ყველაფერი ფარსი ხდება. დახრჩობაც სწორედ ამას ნიშნავს, როდესაც კანონის უზენაესობის პრინციპს კანონის მართვით პრინციპი ანაცვლებს, სადაც ერთი შეხედვით განსხვავება მცირეა, მაგრამ ფუნდამენტური და საბედისწერო.